მოგესალმებათ, ჩვენც ეკამასწავლებელი, ჩემო ძვირფასო მე-5 კლასელებო, მე-6 კლასელებო, მე-4 კლასელებო და ასევე მივესალმები თქვენ ოჯახის ყველა წევრს. ჩვენ ვახსენეთ წილადი, ვიცით რა არის წილადი, რომ ეს არის რაღაც ერთი მთელის ნაწილი. მაგრამ ასევე ვთქვით, რომ არის კიდევ მთელი და კიდევ რაღაც ნაწილი. ძალიან ბუნებრივად აბატონო ერთი მთელი რაღაცა აღარ გვინდა მაინდა-მაინც ლობიაზე და ხაჭაპურზე დაბარაკე რაღაც ერთი მთელი და იგი დავყავი 4 ტოლ ნაწილად და ეგეთივე მთელი მაგ დაყოფილი 4 ტოლ ნაწილად და ამ მთელიდან ამაქვს აღებული 1 აი ამას მოვშლი მე ჯერჯერობით კიდევ ვაკეთებ ყველაფერს ძალიან თვალნათლივ რომ წილადი დღეისაკეთ მე-5 კლასელისთვის თუ მე-8 კლასელისთვის თუ მე-7 კლასელისთვის ეს იყოს ძალიან გასაგები. აი ახლა რა დავწერე მე აქ. მე სულ რას ერთ რამეს ვითხოვ. მე ვამბობ რომ რიცხვები როგორც კი შემოვიტანე მჭირდება რიცხვები საგნების გადასათვლელად 1 2 3 4 5 და მჭირდება ეს საგნების გადასათვლელად რომ მჭირდება ასე რაოდენობა რომ დავადგინო. უბრუნდები კიდევ შეპირველ გაკუთვნილს და გეკითხებით რამდენი ცალი გაქვს ახლა თონის პური რამდენი გაქვს მე მაქვს 1 თონის პური და შემდეგ თონის პური რო გავყავი 4 ნაწილად 1 ნაჭერი იმის ანუ გაქვს 1 მთელი 1 მეოთხედი მაგრამ ეს 1 მთელი 1 მეოთხედი ხომ შეიძლება ჩავწერო მე როგორც წილადის სახით ეს წილადი არ არის 1 მთელი 1 მეოთხედი ეს არის შერეული რიცხვი მთელი და წილადი ეს არის რეალურად რა. მოდი კარგად დავიმახსოვროთ, რომ 1 მთელი ამ შემთხვევაში 1 მთელზე მაქვს მოლაპარაკი. უამრავნაირად შეიძლება წარმოვიდგინო წილადების სახით. სადაც რა? მრიცხველი და მნიშვნელი არის ერთმანეთის ტოლი, მაგალითად 7 მე-7 დავბრუნდეთ იმ თავდაპირველ ჩვენ განსაზღვრებას. 1 მთელი დაყოფილია 7 ტოლ ნაწილად და ავიღე 7-ვე. ან მოდი ასეთ შევხედოთ. ჩვენ თქვით რომ წილადი არის გაყოფა 1 მეოთხედი 1 მეოთხედი გაყოფა ხომ შემიძლია დავწერო მეთქი ასე 1 გაყოფილი ეს არის 1 გაყოფილი 4-ზე იმიტომ რომ 1 პური რომ გავუყო 4-ბიც რამდენი აქვს თითოს აქვს 1 მეოთხედი მაშ ბრუნდები აგერ ისევ იმიტომ რომ ეს მე გამოთვლებში ძალიან ბევრჯერ დამჭირდება. 1 შეიძლება წარმოვიდგინო როგორც 7 მე-7, როგორც 10 მე-10. ძალიან ბევრნაირად, უამრავნაირად, მაგრამ თუნდაც წინ გაუსწრებთ თქვენს პროგრამას ნებისმიერი და უამრავი ეს სხვადასხვა რაღაცაა. უამრავ რაღაცნაირად და კარგად მეტყვით, მე მიპასუხებთ უმალ, თქვენ თუ დავწერ ნიშნელში 200 რა უნდა დავწერო მრიცხველში რომ ის წილადი ტოლი გახდეს 1-ის რა თქმა უნდა იყოს 200-ის ტოლი. ეხლა ამას რატომ ვაკეთებ მე რომ 1 მთელი 1 მეოთხედი ეს ჩვენ თქვით ადრე რომ ეს არის 1 მთელს დამატებული 1 მეოთხედი. მაგრამ ახლა მე 1 მთელს მაწყობს 1 მთელი ამ შემთხვევაში რომ მე წარმოვიდგინე როგორც 4 მეოთხედი, იმიტომ რომ 1 მეოთხედს უმატებ. მე კი ტოლ მნიშვნელიანი წილადების შეკრება ვიცი. მაშინ მოდი დავწეროთ 1 მთელის მაგერად 4 მეოთხედი და დამატებული 1 მეოთხედი. რას ვაკეთებ? შერეული რიცხვი, მაშინ მთელი და წილადი გადამყავს არაწესიერ წილადად. ეს უდრის საერთო მნიშვნელი არის 4. ზემოთ იქნება 4-ს დამატებული 1 და გამოვიდა 5 მეოთხედი. აი ჩემო ბატონო, 5 მეოთხედი წილადი, რომელიც არის არაწესიერი რატომ? იმიტომ რომ რიცხველი მეტია ნიშნელზე, რომელიც არის 1 მთელზე მეტი. აქვე გახსოვდეს, რომ აი ეს წილადები ყველა რომელიც მე ჩავწერე აქ, რომლებიც უდრის 1-ს, ისინი ითვლებიან როგორც არაწესიერი წილადი. მაშ დავადგინე, მე რო გითხრა რაღაცა წილადი და გეუბნები რომ ეს რაღაცა წილადი არის წესიერი. და მეორე წილადი რაღაცა დაგიწერე არის არაწესიერი. უმალ რას მეტყვი, როგორ ნიშნავს დაწერ მათ შორის. ნებისმიერი წესიერი წილადი ნაკლებია ნებისმიერ არაწესიერ წილადზე, იმიტომ რომ ნებისმიერი წესიერი წილადი 1-ზე ნაკლებია, ნებისმიერი არაწესიერი წილადი 1-ის ტოლია ან 1-ზე მეტი. აი ახლა მოდი ვნახოთ, როგორ გავუნაწილებ მე 5 რაღაცას დავარქოთ ისე პურია 5 რაღაცა
განაწილება მინდა რომ ძალიან ცხოვრებისეული იყოს, გესმით? 3 ბიჭს 1 2 3 4 5 უნდა გავუნაწილო ერთს ნიკოს ლევანს და რატო 3 ბიჭს მაინდა-მაინც და გავუნაწილოთ ვიღაცა თინიკოს. არის ერთი ვარიანტი. ეს 3 რომ აქვს, თითო-თითოს მივცე. ერთიც მივცე ამას, ერთიც ამას და ერთიც ამას. მივეცი ხო? დამჭა ეხლა ეს 2, ეს 3 განაწილებული მაქვს. ეხლა ეს 2 როგორ გავანაწილო? ეს 2 უნდა გავანაწილო 3-ს. ერთი რომ მივცე იმას არ გამოდის. ჩვენ ეხლა ხვდებით უკვე როგორ უნდა გავაკეთოთ. მოდი ამასაც დავყოფ 3 ტოლ ნაწილად. ამასაც დავყოფ 3 ტოლ ნაწილად. აი ამ მეოთხედან ეს რა არის? 1/3. ამ პირველ ბიჭს მივცენ დავუმატებ 1/3. ამედანაც ამ მეორეს დავუმატებ 1/3 და მესამესაც დავუმატებ 1/3. მეოთხე გავანაწილე ტოლად. კიდევ ამბობ დასაწყისში ვეთქვი, განაწილება ამ შემთხვევაში წილადებზეა საუბარი. ტოლად განაწილება, თორე განაწილება ყოველთვის არ ნიშნავს. ტოლად განაწილებად მე ვთქვი, ეხლა რატო აღნიშნავ მე ამას, რომ პირობის მოსმენის დროს, პირობის წაკითხვის დროს უნდა ვიყოთ ძალიან ყურადღებით. ეს მათემატიკის ამოცანაა, სავარჯიშოა თუ მაგალითია თუ რასაც გთხოვენ, მაგას ეხება თუ ცხოვრებისეული რაღაც საკითხია, კარგად უნდა გავიგოთ რას გვაძლევს დავალებას რა არის. დავალება რა არის ყოველთვის დავალება რაღაცა მოცემულობა გაქვს. გეუნებიან რომ მარტივად რა თქვათ მანქანის სიჩქარეა 20 კმ/სთ და რამდენს გაივლის ის 5 საათში. კარგად უნდა გავიგო. პირობა სრულად არის, თუ 20-ია და 5 რამდენს გაივლის და გეტყვით კარგად გაგებული, გააზრებული ამოცანის პირობა ეს უკვე ნახევრად გაკეთებული საქმეა. გავაგრძელოთ ახლა ეს. მაშინ მეოთხეს დავარიგე და მესამესაც ვაკეთებ. მეხუთე ამ თონის პურზეც ვაკეთებ იგივეს. 1/3 ვუმატებ თითოეულს. ხედავთ რომ განაწილდა ყველაფერი ძალიან სწორად, თანაბრად. მაშინ რამდენი აქვს 1 პირველს? პირველს აქვს 1 და 2 მესამედი. არა? თითოეულს 1 და დამატებული კიდე 1/3 დამატებული 1/3 უკვე ჩვენ ვიცით რომ ეს არის 2/3. და ვფიქრობ აღარასოდეს შეგვეშლება 1/3 დამატებული 1/3 რა არის? არის ხანდახან რომ ეშლებათ ხოლმე და ცუდია. მაშ თითოეულს აქვს 1 დამატებული 2/3. ეს არის 1/2/3. მაგრამ მე თუ ჩავწერ ამას როგორც არაწესიერი წილადი, ეს 1 ხომ 3/3-ია. მაშ არის 1/3, 1/3, 1/3 და კიდევ 2/3. მაშ თითოეულს აქვს 5/3. აი რა გავაკეთე ახლა მე? რაზე მინდა რომ გავიწაფოთ ძალიან კარგად. არაწესიერი წილადის და გამოყოფა მთელის, რასაც ქვია არაწესიერი წილადის გადაყვანა შერეულ რიცხვად და შერეულ რიცხვის გადაყვანა არაწესიერ წილადად. ხედავთ როგორ გავანაწილე მე 5 3 ბავშვზე. მაშ 5 რაღაცა გაუყავი 3-ს და რამდენი შეხვდა თითოს? რამდენი აქვს თითოს? აი ეს რიცხვი ჩამიწერე. ეხლა ახალ რიცხვებთან დავიწყეთ ჩვენ ურთიერთობა წილადი, მაგრამ არაფერი წილადი მთელზე მეტი არა და შერეული უკეთესი ცუდი. და არც შერეული რიცხვი. ეხლა რომელი გირჩევნია ახლა? მთელი რიცხვია და ნატურალური 3 ის კონდეს რა ქვია? ლარი კონდეს თუ 3.1 ლარი. ცხადია ხო? გინდა 3.1 არ მოგწონს შეიძლება 3.1, მაგრამ ჯობია. ისე რომ რა როგორ ჯობია ამას მე ვნახავთ. მაშ გავყავი 5 სამკაცზე და მივიღე 5/3 გინდა დაწერე ესე, გინდა დაწერე 1/2/3. მოდი ახლა 1-2 მაგალითი გავაკეთოთ. იმისათვის რომ სამომავლოდ ამასთან პრობლემა აღარ იყოს და ხვდებოდეთ თუ როგორ უნდა გავაკეთოთ, რა უნდა გავაკეთოთ, რას ვაკეთებ. შერეული რიცხვი გადამყავს არაწესიერ წილადად და პირიქით. მოდი ჯერ ასე ვქნათ. დავწეროთ არაწესიერი წილადი და გადავიყუროთ მოდი შერეულ რიცხვად. მაგალითად 8/3. ცხადია.
8/3 არის არაწესიერი წილადი, იმიტომ 1/1 დაყოფილია 3 ტოლ ნაწილად. დაღებულია 8. ჩვენ ეს გავიარეთ უკვე. და ზღვის 1/1 თქვა, კიდე ეგეთი მთელი მაქვს ბევრი. რამდენი სჭირდება იმდენი მთელი მაქვს. მოდი დავწეროთ ეს გაშლილად. რა არის 8/3? ეს არის 1/3. დამატებული 1/3. დამატებული 1/3. დამატებული 1/3. დამატებული 1/3. დამატებული 1/3. 1 2 3 4 5 6 დამატებული 1/3. დამატებული 1/3. 8 ჯერ არა 8 ჯერ ვაცრავ ცოტა გადახვევისათვის, მაგრამ ჩვენი სწავლების და მათემატიკის გაკვეთილზე ჯდომის ახლა მეცადინეობის სტილი ასეთი აუცილებლად ხელში კალამი სასურველია ზოლის ოჯერდებიან ნერვეული და ამის ყველაფრის ჩაწერა. აბა შევხედოთ რა ხდება. 1/3 დამატებული 1/3 და 1/3 ამან მომცა მე 3/3. 3/3 კი არის რა 1/1. აქაც მაქვს მე 3/3 ანუ 1/1 და დამჭა 2/3. ანუ მაქვს რა 1/1 დამატებული 1/1 და დამატებული 2/3. ეს 1/1 კი არის 3/3 და 3/3 და დამატებული 2/3. გაუგებარი აქ არაფერი არ არის. აი ამის ქვემო წერია მისი ტოლი ეს არის რამდენი? 2/2/3. აბა შევხედოთ. მე რომ ასე გაშლილად არ გამეკეთებინა. უფრო მარტივად. ვერ მიხვდებოდი ეს როგორ გამეკეთებინა. უყურეთ 8/3-ში ნიშნელი არის 3. 1/1 რომ შედგეს. რამდენი მესამედი მჭირდება? რამდენი მესამედი უნდა ვიყო რომ იყოს 1/1? უნდა იყოს 1/3 3ჯერ. მე ხალხ დავწერ 1/3 გამრავლებული 3-ზე, თქვენ შეიძლება მითხრათ რა არის ახლა ეს 3-ზე გამრავლება მე არ ვიცი. როგორ არ ვიცი? ვიცი 3-ზე გამრავლება არის? 3-ზე გამრავლება არის რა ეს რიცხვი დამატებული თავისთავად 3ჯერ და ყველანაირი ჩვენი გაუგებარი ის გაქრა. ეს გამოვიდა 1/1. მაშ აი ეს 8 ხედავთ 3-ზე მეტია. რამდენი მესამედი მჭირდება რომ 1/1 შესრულდეს? მე მჭირდება 3/3. და 8-ში რამდენი სამეულია სრულად? აი 8 გავყოთ 3-ზე. ეს არის 2 და 2 ნაშთი. 3 სამეული არ 8-ში სრულად და 1/3 3 მჭირდება რომ 1/1 გამოვიდეს. მაშ ამდენი რო არ მეწვალა მე თქვენ ხვდებით კარგად და ძალიან გთხოვთ უпростоრად როგორც თქვათ მასწავლებელი და ახლა თქვენს კლასში მყოფი და თავზე დამტრიალე მოვითხოვ რომ ეს ჩაწეროთ სხვანაირად არ გამოვა მოვითხოვ რომ ჩვენი ეს შრომა ჩვენი ეს გაკვეთილი იყოს წარმატებული მაშ 8/3-ს არ დავიწყებდი ამდენ წერას პირდაპირ 8-ს გავყოფდი 3-ზე და დავწერი დაეტევა უდრის 2/1 ისე დაეტია 3 ორჯერ სრულად და ნაშთი 2. აх, მაშინ 2/1 და ნაშთი რაც დამჭა, იმას წერ. მრიცხველში და 3-ს აკეთე. აბა გადავაქციოთ 11 მეოთხედი. რას ვაკეთებ? არაწესიერი წილადი გადამყავს შერეული რიცხვად. ანუ იქიდან გამოვა ცალკე წერ თელებს. რამდენი მეოთხედი მჭირდება, რომ 1/1 იყოს? მე მჭირდება 4 მეოთხედი, რომ 1/1 იყოს. 11 მეოთხედი არის 1 მეოთხედს დამატებული 1 მეოთხედი, 1 მეოთხედი, 1 მეოთხედი. არ დავწერ ახლა მე ამას, დაწერეთ თქვენ. 11 ჯერ. მაგრამ 4 ჯერ 1 მეოთხედია, ანუ 1 მეოთხედს. დამატებული 1 მეოთხედი, დამატებული 1 მეოთხედი და დამატებული 1 მეოთხედი ეს მომცემდა 1/1. და რამდენი ოთხეული არის 11-ში სრულად? 4 11-ში სრულად ეტევა 3 ჯერ. მაშ უყურეთ წესი, ალგორითმი, ახლა ვახსენებ ეს სიტყვას, ალგორითმი რა არის, იცით? ბევრჯერ შეხვდებათ. მოქმედებების წესი. რა უნდა გააკეთო რის მერე? 11-ში 4 ეტევა
ორჯერ ნაშთი მრჩება 3, 2 მთელი და 3 მეოთხე დი. შემოწმება როგორ ხდება სწორად გავაკეთეთ თუ არა? შემოწმება ხდება ასეთნაირად და ახლა ამასაც განახებთ. მაშ დღეს გავაკეთეთ ერთი მნიშვნელოვანი რამ, დავინახეთ არაწესიერი წილადი, დავწერეთ ცლად, თუ როგორ უნდა გადავაქციოთ შერეულ რიცხვად, ანუ გავუყოთ მთელი. სერიოზული საკითხია, გთხოვთ დაუჯდეთ და ყველაფერი დაწეროთ და კარგად დახედოთ და გაიანალიზოთ. მომავალ დაკვეთილამდე.